ვისაც მართლა ჟერა, რომ პოდკასტი შეიძლება მათი თვით გამოხატვის ფორმა იყოს. თუმცა იმასაც ხვდები, დავიწყებ იქედან, რომ ბაზარი ჯერჯერობით ბოლომდე შეიძლება ვერ ხვდება რა პოტენციალი აქვს პოდკასტს. ან ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმშია, უფრო ასე ვიტყოდი. იმიტომ რომ ერთი წლის მანძილზე მე მომიწია საკმაოდ ბევრ კომპანიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და შემიძლია თამამად გითხრა, რომ ჯერჯერობით ბაზარი არ არის ჩამოყალიბებული ცალსახად რისი მომტანი არის პოდკასტი. მე შემიძლია ორი სიტყვით ავხსნა, რომ რეალურად მე მაგალითად ჩემ პიჩს რო აკეთებ კომპანიებთან, მეუბნები რომ მე მყავს აუდიტორია, რომელსაც აინტერესებს სიღრმე. და ეს არის უნიკალური ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორია და განვითარებაზე ორიენტირებული აუდიტორია, რომელსაც აინტერესებს ესეთი სიღრმესეული დიალოგი, რომელსაც მე ვქმნი ჩემ პოდკასტების მეშვეობით. შესაბამისად, მე უხსნი კომპანიას, რომ ჩემი აუდიტორია არის სპეციფიური, ეს არ არის უბრალოდ გასართობი კონტენტი, საღადაო ან სპორტული კონტენტი, რომელიც მას კონტენტი არის, არ არის ეგეთი. ჩვენი პოდკასტები ორივე არის ნიშური, ასე ვიტყოდი, რომ ერთიც ნიშურია და მეორეც, მაგრამ სხვა პოდკასტი ოდნავ დიდი ნიშა არის, ვიდრე ბიზნეს პოდკასტი. ბიზნეს პოდკასტი კიდევ უფრო ნიშური, ეს არის ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს მეწარმეობა, აინტერესებს სამეწარმეო ისტორიები და აინტერესებს, რომ ამ ისტორიებისგან რაღაცა ისწავლოს და რაღაცა განახორციელოს.